თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ეს იყო აქციის სლოგანი, რომელიც გორის ცენტრში ადმინისტრაციული შენობის წინ გაიმართა. იქ, სადაც 100 დღეა სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ხელახალი არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციას მოქალაქეები შიდა ქართლის სხვა ქალაქებიდან და თბილისიდანაც შეუერთდნენ. გორში იმყოფებოდნენ პატიმრების ოჯახის წევრებიც. მე ჩამოვედი გორში მადლობის რა თქმა უნდა გორელებისთვის, იმიტომ რომ გორი სხვა სიმძიმეა ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ სხვა ისტორია აქვს, სხვა რთული გამოცდილება აქვს, სხვა მოგონებები აქვს და შესაბამისად, როდესაც ეს ადამიანები გაუტეხელად, ესე იბრძვიან ევროპული მომავლისთვის 100 დღე უწყვეტად არიან ამ ბრძოლაში, განსაკუთრებით დასაფასებელია და ამიტომ მადლობა თითოეულ გორელს, რომელიც აქ დგას, რომელიც არ დგას, მაგრამ ირჩევს ევროპულ მომავალს ამ ქვეყნისთვის. 100 დღეც რადგან გაუძლო აქამდე 100 დღეს, ეს არის ძალიან დიდი სიმამაცე. დღევანდელ დღეს ქუჩაში გამოსვლა, ესეც ნამდვილად დასაფასებელია. დიდ მადლობას გიხდით მე როგორც ბრალდებული სოლი, ვეფხე კასრაძის მეუღლე და ყველა პატიმრების ოჯახის წევრების სახელითაც ვუხდი ყველას მადლობას და მე ჩვენც თქვენთან ერთად, სადაც თუ საჭირო არის, აქ ვიქნებით, თუ საჭირო იქნება თბილისში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენ არ დავნებდებით, ჩვენ არ შევწყვეთ ამ პროტესტს, ჩვენ ვერ შევეგუებთ, არაფერი დაგვასუსტებს. არაფერი შეგვაშინებს. მე ვარ ვეფხია კასრაძის შვილი. მამი მე ამაყები ძალიან და იმედი მაქვს რომ ყველა გამოხვალთ და მალე ყველაფერი კარგად იქნება. ვიყვარხარ, ძალიან ვიყვარხარ. ვიყვარხარ. მენატრები და მალე გამოდი. ისეთი ბიჭები ყავთ გამომწყდეული და ისეთი ბიჭები არიან სუხველა. ჩემი როვა ქუ არ გამოვა ლამაზი და სუხველა მსოფლიომ გაიცნო უკვე ეს ბიჭები როგორი შემართებით, როგორი მედგრობით, სამშობლოს სიყვარულისთვის რო არიან გამომწყდეული და 8 კვადრატში რო არიან და მაინც რო არ წუწუნებენ, გვირეკავენ და იქიდან რო გვამხნევებენ და აქეთ გვაძლევენ ძალას, შემართებით რო ვიყოს სუხველა. სინამდვილეში არც გავჩერდები, არც დავნებდები და ყოველთვის შემართებით ვიქნები. ქვეყნის სხვა ქალაქებში და განსაკუთრებით თბილისში უკვე ამის 180 დღემდე შესრულდეს, რაც პროტესტი არ ჩერდება, არ გაჩერდება რა თქმა უნდა იქამდე, ვიდრე რუსული რეჟიმი საბოლოოდ არ დამთავრდება და მათი ინტერესები საბოლოოდ არ დამარცხდება და არ დავწმუნდებით რომ საქართველოს რჩება ცივილიზებული სამყაროს ორბიტაზე. გორში იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც, რომელთაც უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. პროტესტი არის ყველგან, მაგრამ ყველგან არის პროტესტი მყარი, მტკიცე და უამრავი ადამიანი გამოთხოვს ზადყოფნას, რომ ამ პროტესტში იყოს იქამდე სანამ შედეგი არ დადგება. უბრალოდ მართალია სიმართლეა იმის თქვა, რომ ბევრი ადამიანი ამ პროტესტში არის პასიურად ჩართული, მაგრამ გულშემატკივრობს ამ პროტესტს. ბევრი არის აქტიური. და მოვა პერიოდი, მოვა დღეები, როდესაც აი პასიურად ჩართულები ამ პროტესტშიც გააქტიურდებიან. და ეს იქნება ალბათ უკვე დამაგვირგვინებელი ეტაპი, როდესაც ცვლილებებთან ძალიან ახლოს ვიქნებით. მაგრამ აი ამ პროცესში მე ვიმედოვნებდი, რომ ჩვენი პოლიტიკოსების მხრიდან მეტი მკაფიობა ყოფილიყოს, მეტი სიცხადე ყოფილიყოს, რაც პროტესტს გააძლიერა და ჩვენი ყოველდღიური პროტესტი მთელ საქართველოს პარკლებში, გორით ვამაყო, ძალიან მაგრები ხარ და ჩვენი ევროპელი მეგობრების და ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარებით აუცილებლად შევდეთ. მარტო იმათი ზეწოლა ჩვენი აქ პროტესტის გარეშე და პირიქით მარტო ჩვენი პროტესტი მათ დახმარების გარეშე შედეგს ვერ მოიტანს. ერთობლივი ძალებით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა და დღესაც გრძელდება. გორში საკრებულოს შენობის წინ უწყვეტი აქციები თებერვალში დაიწყო.